ვატარებთ ექსპერიმენტს ოთარზე. თანახმახარ რომ შენზე ექსპერიმენტი ჩავატაროთ? თანახმოვარ. დახუჭა თვალები და წარმოიდგინე. მამა შვილი ავარიაში მოყვა. მამა ადგილზევე დაიღუპა. შვილი კი მძიმე მდგომარეობაში საოპერაციოში შეიყვანეს. ქირურგი საოპერაციოში შედის. ბავშვს შეხედავს და ყვირის. მე ამას ვერ გავაკეთებ. ეს ხომ ჩემი შვილია. შეგიძლია თვალები გაახილო. როგორაა შესაძლებელი, თუ მამა დაიღუპა? პასუხის მოსაფიქრებლად 15 წამი გაქვს. დრო ამოიწურა. გააჟღერე პასუხი. მამა და შვილი იჯდნენ მანქანაში, მაგრამ არა ერთმანეთის მამა და შვილი. პასუხი არასწორია. რა არის პასუხი? ქირურგი დედაა. ხო შენს გაგიჭირდა პასუხის მიხვედრა, ნუ ინერვიულებ. ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევა მაჩვენა, რომ ადამიანების 75% ამ გამოცანის პასუხს ვერ ხვდება, რადგან ჩვენი ქვეცნობიერი ქირურგს ავტომატურად კაცის პროფესიად ცვლის. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე ვუყურებდით ფილმებს, ან ვკითხულობდით წიგნებს, სადაც 10-დან 9 შემთხვევაში ქირურგი კაცი იყო. თანდათანობით ჩვენმა ტვინმა შექმნა საქაღალდეს სახელად ქირურგი და ამ საქაღალდეში ჩააწყო თეთრი ხალათი, სკალპელი და კაცის სახე. ხო, და ყოველ ჯერზე როცა ქირურგზე ვფიქრობთ, ჩვენი ტვინი ზოგავს ენერგიას და იყენებს სტერეოტიპს, რომელსაც გარემო წლების განმავლობაში გვაწვდიდა და ავტომატურად კაცი წარმოგვიდგება. ამას ფსიქოლოგიაში სქემების თეორია ქვია. არა და რეალურად დღეს ქალები მედიცინის სტუდენტების უმრავლესობას შეადგენენ. და შენ მიხვდი გამოცანის პასუხს. დაგვიწერე კომენტარებში.